მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Facebook Reviews. პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2019 წელს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, ბედნიერებასა და უშრეთ შესაძლებლობებს. მინდა ეს წელი თქვენთვის იყოს დაუვიწყარი. ახლა რაც შეეხება იმის მიზეზს, თუ რატომ არ ვარ ახლა მე ოჯახთან ერთად და რატომ ვარ აქ. იმისთანა ამბავი მოხდა ამ ახალ წლებზე და ისეთი ონლაინ ბათქაბუთქი ატეხეს მიშიკორემ და დეიდა ელიკომ, რომ მე როგორც კარგ ოჯახში გაზრდილი, ამას ვერ დაგიმალავდით და აი, აქ ვარ მეც და ეს ამბავიც. ბატონო სათანო როგორ ამას დაგიგობიშა? მოტრიალი რა? კარგად. მემზანებას 5-აზე ვასრულებ ბატონო სათანო. აგერ ვარ ბოლომდე. მიყვარხარ ძალიან გვაკლიხარ. ესე იგი, ახლა რა ხდება მეგობრებო? ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც მეტსახელად მათე ბიჭს უწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებოდნენ და არსებული ვითარების შესახებ ცხელ-ცხელი პატაკი ჩააბარეს. ანუ დირექტივებს 5-იანზე ვასრულებთ და თქვენ მანდ მხნედ იყავითო. ვერ გაითვალისწინეს ალბათ, რომ 5-ბალიანი შეფასების სისტემა კარგახანია გაუქმდა და ახალი შეფასების სისტემით მათი ბელადი ოროსანი მაჩანჩალაა. ხო და ამას ახლა მადამ კი არა და ელიკო დეიდა როგორ გაატარებდა და ეგრევე ონლაინ სტატუსი ლეწა და საჯაროდ ორიანი დაუწერა პოლიტ მაჩანჩალა მიშიკორეს. ელისო კილაძე აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი მისის სარდალია. ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი. ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე. 8 იანვარს ვბრუნდები თბილისში. მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს, რა ბრძანებებზეა საუბარი, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწრო პარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე. რასა რომ ბედაო, ამხელა ქართლის დეიდა ელიკო ვარ. ოფლად რო ვიღურებოდი ამ აქციის დასაგეგმ გასამართადო და შენ მანდ ვის დაკარგვიხარო? ელიკოც რომ გაგრიყავს, უკვე არამც თუ აქციების გამართვა, ონლაინ პრესკონფერენციების მართვა და რევოლუციების დაანონსება. სახლიდან არ გამოვიდოდი ვფიცავ. მაგრამ მიშიკორე გარიყულ თუ ხუცესი, მართველი ყოველთა ხუთოსანთა და საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოთა დამფუძნებელი ამას გაუტარებდა ელჩკას? არამც და სტყორცნა მან ონლაინ შუბი მორიგი სტატუსის სახით კედელსა მისას. საქართველოში მინიმუმ ყოველი მეორე ჩემი მხარდამჭერია. თურმე აწი ნებართვა გვჭირდება იმაზე თუ როგორ და რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, სად და ვის უნდა გამოვუხატოთ თანადგომა. აბა დავალებებს და მითითებებს მე არ ვიძლევი. ვერ ეღირსება ოლიგარქია ამ კავშირის შეზღუდვას. საბედნიეროდ ყველა და ყველაფერი ფულზე არ იყიდება. ამათი ნებათა ღელვა და ვიშვიში არ გაიშვა მეგობრებო. ზღვის ტალღამ რა შეიძლება ითქვას დასასრულს? მებრელება ცოტა არ იყოს პაციენტი მიშიკორე. ჯერ მისმა ნაკებმა ნაც ოჯახმა გარიყა. მერე ნაც ოჯახის მიმდევრებმა და ბოლოს დეიდა ელიკომაც უთხრა დაეტიე საცახარ თოქ-შოუები წაიყვანე ყმაწვილო. მასეა მიშკა, ასეთი დაუნდობელია ის გუნდი, რომელიც როგორც თავად ამბობ დააარსე. ასე რომ, დაგვენახე კამერასთან რა ბიჭი ხარ და ეგებ მეხუთე ხარისხოვან კოლეგად გაღიაროთ მედია მუშაკებმა. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. მომავალ Facebook Review-მდე.